გამარჯობა, მე ლელა ვარ. 29 წიგნის წარდგენის დრო დადგა. ეს არის მე-7 კლასელებისთვის წაკითხული ბოლო წიგნი, ძალიან ღელავ. ორჯერ მოვასწარი ამ წიგნის წაკითხვა, თუმცა აქამდე ვერ შევძელი ვიდეოს ჩაწერა უდროობის გამო. და ღელავ იმიტომ, რომ მიხარია ჩემი ჩანაფიქრის ბოლომდე მიტანა, თუმცა ახლა უნდა ამოვავსო ეს ბალეშისპირები სინტიფონით, უნდა შევკერო და შემდეგ უკვე სკოლაში ბავშვებთან ბალეშების მიტანის დრო დგება და იმედი მაქვს, რომ წაიკითხავენ მთელი გულით შერჩეულ წიგნებს. 29 ბოლო წიგნი კი არის თანამედროვე ქართველი ავტორის ნატო დავითაშვილის რომანი ზილხა, პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი. ეს წიგნი ახლახანს გამოიცა თბილისის წიგნის დღეებზე ნოემბერში შევიძინე. გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა. და ეს არის კლასის გაკვეთილების შემდეგ საკითხავი სერიის ფარგლებში გამოცემული წიგნი. ამ სერიის წიგნებს ხშირად ვთავაზობ ხოლმე ჩემს მოსწავლეებს კლასის საკითხავ წიგნად და ვფიქრობ, რომ გირჩევთ თქვენს ამ წიგნს, ეს წიგნიც ასეთივე საყვარელი კლასის საკითხავი წიგნი გახდება. აფხაზურ მითოლოგიაზე დაყრდნობით დაწერა ავტორმა ეს რომანი, როგორც ვიცით, ნატო დავითაშვილის წიგნები, ამბავი ლილე იროელის, იროელთა ქრონიკებიდან ორი წიგნი გაგაცანით თქვენ. ეს არის ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა. ქართულ მითოლოგიაზე არის ეს წიგნები დაწერილი, ხოლო ზილხა კი გვაცნობს აფხაზურ მითოლოგიას, რომლის შესახებ უნდა ვაღიარო, არაფერი არ ვიცოდი აქამდე და ეს წიგნი აღმოჩნდა გზამკვლევი აფხაზური მითოლოგიის სამყაროში. ძალიან საინტერესო პროცესი იყო პირველი წაკითხვის შემდეგ, როგორ მოვძებნე პერსონაჟები, როგორ ინტერნეტში მივაგენი წიგნს და სათითაოდ ვადარებდი, რომელი იყო ავტორის გამოგონილი პერსონაჟი ან ნამდვილად აფხაზური მითოლოგიიდან. აწანები აფხაზურ მითოლოგიაში ყოფილან ჯუჯები, პატარა მომცრო ტანის არსებები და ზილხა ამ აწანების ერთ-ერთი ქალს ერქვა, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ძალა. ამ წიგნის მთავარ პერსონაჟსაც ჰქვია ზილხა, რომელიც არის დიდი ზილხა შთამომავალი, მის ბებიასაც ჰქვია დიდი ზილხა, ცხოვრობენ მუხაზე, უკანასკნელი ბოლოს შემორჩენილი აწანები, რომლებიც გადაურჩნენ ბამბის თოვლს, რომ წაეკიდა ცეცხლი, აი მას შემდეგ გადარჩენილი აწანები და უხას აქვს გარშემო ირგვლივ შემოქსოვილი ბადე, თვითონ მყუდროდ არიან, თუმცა ეშინიათ რყევების, რომელიც მიწის ქვეშეთიდან იგრძნობა და ამ ბადის გახევისაც ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზილხა სულ ჩააგონებს პატარა ზილხას უშიშრობის შესახებ უყვება, ეუბნება, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს და ამ ძველ ზღაპრებშიც მუდმივად ძლიერი და უშიშარი პერსონაჟები არიან. პატარა ზილხა რომ გავა ამ მუხიდან და თავისი სახლიდან აღმოჩნდება, რომ არაფრისაც პირიქით ძალიანაც ეშინოდათ მის უფროსებს, მის ირგვლივ უფროსებს. და ეს წიგნი არის ერთი, რომ აფხაზურ მითოლოგიას გვაცნობს, ულამაზესი სამყარო არის წარმოჩენილი, ასახული მხატვრულ სამყაროს გულისხმობ, როგორც ნატო დავითაშვილს სჩვევია. ეს არის გმირის მოგზაურობა, შინიდან გასვლა და უკან დაბრუნება, თავისი კლასიკური სიუჟეტური ხაზით, რომ გმირმა მარტო უნდა გადალახოს ის, რაც თავ პრობლემები, უბრალოდ მარტო უნდა შეებრძოლოს ბოროტებას, თუმცა მას ეხმარებიან მეგობრები. აქვე ხომ ულამაზესი სამყარო აღნიშნეთ და ეს არის ძალიან ძლიერი გოგოების
გასაძლიერებლად წარმოსაჩენა და გასაცნობა და იმისთვის რომ პატარა გოგოები გაძლიერდნენ აი ამის შესახებ არის ეს წიგნი დაწერილი ამავე დროს არსებობს ტრადიციები რომლებიც გვაფერხებენ რაღაც ზღუდეებს გვიქმნიან და ასეთი ტრადიციები უნდა შეიცვალოს ასევე ბავშვების ძალა როგორი დიდია ძალიან მიყვარს ნატო დავითაშვილის წიგნებში ბავშვების წინ წამოწეულ ბავშვების როლზე რომ დიდი ცვლილებები სწორედ მათგან მოდის და ის სიბრძნე რაც გადაეცემათ უფროსებისგან ამ სიბრძნეს სხვანაირი სიცოცხლეს ანიჭებენ და ჩვენც უფროსებიც უნდა მივყვეთ მათ ამ გაყვალულ გზებზე ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. აქვე ეს არის მოგზაურობა აფხაზეთში, გუმისთისა და ბზიფის ხეობაში და მეც ბევრი არაფერი არ ვიცი აფხაზეთის შესახებ და ნატო დავითაშვილის ეს წიგნი აღმოჩნდა შეიძლება ითქვას ყველაზე ამ ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე ისეთი ცოცხალი და შთამბეჭდავი ნაბიჯი, წინ გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთის მიწისკენ. თითქოს გააცოცხლა ეს ხსოვნა, რაც კი გვაქვს აფხაზეთის შესახებ და ჩვენც მასწავლებლებმა, რაც უფრო ბევრი ბავშვს მასწავლებლები, რაც უფრო ბევრი ბავშვს წავაკითხებთ ზილხას, უფრო მეტი ბავშვი გაიგებს აფხაზეთის შესახებ და ცნობიერების ამაღლება, გახსენება თუ სად არის აფხაზეთი რა როლია გვაქვს ერთმანეთთან ჩვენ და წინ კიდევ რამდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი აი სწორედ ამ ყველაფრისთვის ამ შემეცნებითი სამყაროს გასაფართოებლად არის ეს წიგნი ფანტასტიკური ჩემი აზრით. არის ძალიან ძლიერი გზავნილები ამავე დროს, ერთ-ერთი არის როგორც უკვე თქვი რომ გმირმა მარტო უნდა ის რასაც ჩვენი გასაკეთებელია სხვა ვერ გააკეთებს. ზილხას მეგობრები თან უდგას ირგვლივ ძალიან მეგობრები ჩნდებიან ზილხას გვერდით ხუდიში რომელიც არის მაქცია ხან ძაღლია ხან ბიჭი ასევე არაში ჩნდება და ამ ხუდიშთან და არაშთან ერთად უნდა მოძებნოს აგულშაპი ატივი რომელიც ქვესკნელში არის გაბატონებული და იქიდან არყევს მთელ ამ ზესკნელს და მუხას ძალიან ლამაზი სამყარო დაგხვდებათ, თქვენ შეხვდებით არუპაპს, კაცჭამია დედაბერს, ფუტკრების მომთვინიერებლებს, ანიგოლს, ანანა გუნდას, ასევე ადაუაუ, რომელიც ცხრათავიანი გოლიათები არიან, ასევე თქვენ გაიცნობთ ანიჰამცას, მიწისქვეშეთის ასულს, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს ამ გზაზე გმირის მოგზაურობა ბოროტების დამარცხება შეხმარება ნერსემ გაიღვიძა და დავიბენი იმედი თუ არ გააჩუმებენ მივხედავ აფი ამინის მბრძანებელი ადგილდედოფალი მიწის დედა და მფარველი შაშვი მჭედელი რომელიც მას გამახსენა მოვდივარდე კარგი, აქ უნდა დაგემშვიდობოთ, ესემ გაიღვიძა. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო სამყარო დაგხვდებათ, და ფაქტობრივად უკვე თავარი სათქმელი ვთქვი, აი ამ ბალიშის პირსაც გაჩვენებთ. გონი გადაატანეს ყურადღება. მაინც უნდა მოვძებნოთ ის მთა კი რომელმაც მიწისქვეშეთში შესასვლელი ამოქოლა ის მთა უნდა გადავდგათ ფეხზე წამოიჭრა ზილხა და აი ზილხას ეს სულისკვეთება გადამდებია რომ გოგოებს მართლაც შეუძლიათ მთების გადადგმა უკეთესი მომავლისთვის გველეშაპების დასამარცხებლად მეგობრებთან ერთად და აქ არის კიდევ ერთი ძალიან მიყვარს ეს გმირის აჩრდილი და იმ უსახელო გმირებზე ამახვილებს ყურადღებას ავტორი რომლებსაც ბევრი საქმეები აქვთ გაკეთებული და მათ გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა. კარგი ძალიან ტირის ნერსად უნდა დაგემშვიდობ.